ჯობა რადიომედის დღის არხის ფორმატში განმაგზავნოთ მუშაობას და თბილისის დროით ახლა 11 საათი 22 წუთი ჩვენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ღონისძიებას გამოეხმაურებით, რომელიც დედაქალაქში დასრულდა. ინვესტიცია კავშირებში და სტაბილურობაში ამ სლოგანით თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიმართა 70-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი დელეგატი იყო და მსგავს ფორუმს თბილისმა პირველად არ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ეს ფორუმი არის ორი მნიშვნელოვანი მდგენელისგან, ერთი არის თბიდა პოლიტიკური და მეორე თბიდა ეკონომიკური ნაწილი. სწორედ ეკონომიკურ ნაწილზე დღეს ჩვენ სტუმართან ერთად გავამახვილებთ ყურადღებას საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი ბაიძია, ჩვენი სტუმარი. გამარჯობა. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა სტუმრობისთვის. გიორგი, ჩვენ ვიცით, რომ თბილისის ფინანსური სამიტი გაიმართა სწორედ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში და ზოგადად სექტორულადაც მრავალფეროვანი იყო, როგორც არის ხოლმე. იქნებ დასაწყისში განმარტოთ, იმიტომ რომ ბევრისთვის გაუგებარი იყო აბრეშუმის გზის ფორუმი, თბილისის ფინანსური სამიტი, იქნებ განმარტოთ თვითონ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფორმატზე ვისაუბრეთ, თბილისის ფინანსური სამიტი განმარტოთ და შემდეგ უკვე ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ეკონომიკურ მდგენელზე გავამახვილოთ ყურადღება. დიახ, მოგახსენებთ, თბილისის ფინანსური სამიტი წელს საქართველოში პირველად ჩატარდა 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო და აღნიშნული სამიტი ჩატარდა GFTN-თან თანამშრომლობით. GFTN-ი ეს არის სინგაპურის ცენტრალური ბანკის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელი, რომელიც აერთიანებს ფინანსურ ცენტრებს გლობალური მასშტაბით, ისეთ ქვეყნებს როგორიც არის იაპონია, სინგაპური, შვეიცარია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და აღნიშნულ ქსელს შეუერთდა საქართველოც. GFTN-ის ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ გლობალურ დონეზე ფინანსური სერვისების განვითარების ხელშეწყობა, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა და შესაბამისად ამ ღონისძიების თბილისის ფინანსური სამიტის საქართველოში ორგანიზების მიზანიც იყო, რომ ქართული ფინანსური ეკოსისტემა გაძლიერდეს, მეტად დაინტერესდეს გლობალურად და რეგიონის დონეზეც საერთაშორისო ინვესტორები ქართული ფინანსური ბაზრით და განვითარდეს ფინტეკ ეკოსისტემა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიების ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილეობდა დაახლოებით 1000-მდე დელეგატი, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, როგორც რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. სამიტში უკვე. დიახ, უშუალოდ თბილისის ფინანსურ სამიტში და ასევე ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები, საერთაშორისო ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტები, ფინტეკ კომპანიები და ეს სამიტი იძლეოდა პლატფორმა შესაძლებლობას, რომ როგორც რეგიონის ფარგლებში არსებული ფინანსური ინოვაციების შესახებ განეხილათ მონაწილეებს, ასევე გლობალურად არსებული ტენდენციები საერთაშორისო საფინანსო სექტორში. კი ბატონო, ჩვენ როგორც კი საქართველოს მნიშვნელობა როგორც სატრანზიტო ქვეყნისა კიდევ ერთხელ იძულებით გაახსენდა ევროპას, მსოფლიოს, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, ჩვენ ვიხილეთ, რომ კიდევ ბევრი რამე ერთდროულად მანამდეც კეთდებოდა და გაკეთდა და ბევრი რამ სინქრონულად არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის ტრანზიტული მიმოსვლა იყოს დინამიური, შეუფერხებელი და რაც შეიძლება ნაკლები ფორმალობებით და ეს ყველაფერი მოიცავს ბევრ საჭიროებას. ჩვენ ვიხილეთ თუნდაც ტვირთების გადაზიდვისთვის დოკუმენტაციის სინქრონიზაციის გარკვეული ნაბიჯები და ეს ყველაფერი გარდა ფიზიკური ინფრასტრუქტურისა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა თუნდაც ჩვენი E60 საერთაშორისო მაგისტრალური გზა და არა მხოლოდ და ამ ყველაფრის ეფექტიანად მუშაობისთვის, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ფინანსური ინსტიტუციების ჰარმონიზაცია იმ ქვეყნებისა, მინიმუმ იმ ქვეყნებისა, ვინც ჩართულნი არიან ამ საერთაშორისო ქსელში და პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს როგორც შუა ერეფნის მნიშვნელოვანი ღირებულების ხარდაჭერა და განვითარება მხოლოდ ფიზიკური გზის მშენებლობის და პორტის აშენებით არ გამოვა გასაგებია. სწორედ აი ამ ნაწილზე მინდა თქვენთან ერთად დიალოგის გაშლა ფინანსური გარემო, რომლის მოდერნიზებაც უნდა მოხდეს ჩვენ
გვაქვს გარკვეული წინსვლა და გვჭირდება რაც შეიძლება მაქსიმალური ჰარმონიზაცია თუ სინქრონიზაცია. როგორც ვთქვი GFTNA, რომელიც დასახელდა იმ ორგანიზაციად, ვინც გადაწყვიტა და ეს სამიტი უკვე თბილისში გაიმართა, როგორც უკვე აღნიშნეთ ფორუმის პარალელში, ერთგვარი ქოლგა არის, რომელიც ვთქვათ ჩვენ მათ შორის და სხვა ქვეყნებს დაგვეხმარება ერთი ფინანსური ანბანის აწყობაში ან იქ ლოკალურად არსებული ფინანსური გარემოს გლობალიზაციაში. დიახ, ესე იგი მოგეხსენებათ ეს აღნიშნული სამიტი ჩატარდა აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ეს ისტორიული ფუნქცია დაკავშირებადობის აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფიზიკური ინფრასტრუქტურა, როგორც არის გზები, პორტები, ასე შემდეგ, მაღალგანვითარებულია და გვაქვს ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა შუა დერეფანში, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ჩვენმა რეგიონმა და შუა დერეფანმა უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ბოლო წლებში იყო მატება ტვირთბრუნვის მიმართულებით, რეალური ეკონომიკაც იზრდება რეგიონში და ამისთვის საჭიროა, რომ ხელი შეეწყოს არა მხოლოდ უშუალოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც გულისხმობს საქართველოს სავაჭრო სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებას, ასევე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებასაც იმისთვის, რომ იმპულსი მისცეს რეალური ეკონომიკის ზრდას, ვაჭრობას რეგიონში. ეს გულისხმობს მათ შორის უფრო გასაგებად რომ ავხსნათ მაგალითად საგადახდო სისტემების განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობს მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელი იქნება მყისიერად უსაფრთხოდ გადახდების განხორციელება ნებისმიერ დღის ნებისმიერ დროს და ეს აღნიშნული სისტემა დაინერგება მომავალი წლის ბოლოდან და შემდგომში რეგიონულ დონეზე საჭიროა რომ საგადახდო სისტემები დაკავშირდეს სხვა ქვეყნებთან. იმისთვის რომ ანალოგიურად მყისიერად იყოს შესაძლებელი ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადარიცხვის განხორციელება. მაშინ როცა ამ ეტაპზე შესაძლოა იყოს რამდენიმე შუამავალი, რამდენიმე ეტაპი გადარიცხვის. შუამავალს კიდევ დრო მეტი მიაქვს, ამას სჭირდება დრო, უფრო კომპლექსური პროცესია და შესაბამისად ეს ართულებს ზოგადად ვაჭრობას და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებელია რომ მოხდეს მეტი განხორციელდეს მეტი დაკავშირებადობა აი ამ საგადახდო სისტემებს შორის და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი მუშაობს ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ რეგიონის ქვეყნებთან, რეგიონის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან. ბოლო პერიოდში გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმები ყაზახეთის ცენტრალურ ბანკთან, აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკთან, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან და ეს გვაძლევს შესაძლებლობას რომ ვიმუშაოთ ერთად საგადახდო სისტემების გადარიცხვის უფრო ეფექტურად განხორციელების მიმართულებით, იმისთვის რომ დაიხვეწოს ქართული და რეგიონის საგადახდო სისტემები და ეს რა თავისთავად ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდასაც და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებასაც და იმ მიზანს, რაც არის ჩვენი რომ საქართველოს პოზიციონირდეს როგორც რეგიონული ჰაბი ფინანსური ტექნოლოგიების და სერვისების მიმართულებით. თქვენ რამდენიმე პოსტსაბჭოური ქვეყანა ჩამოთვალეთ აღმოსავლეთის რეგიონისა და ლამის ყველა ქვეყანას რაღაცა ტიპის ეკონომიკური რესურსი გააჩნია, რომლის გატანაც დასავლეთისკენ მას სჭირდება და ამ მხრივ ჩვენ განგვიხილავენ პოტენციურ პარტნიორებად და მოქმედ და პრაქტიკულ პარტნიორებადაც და სხვა ქვეყნებთან როგორი გვაქვს ეს ფინანსური ურთიერთობები საბანკო, ეს ერთი კითხვა და მეორე გამოდის რომ ამ კონცეფციაში, რომელსაც შუა დერეფანი ქვია, ამ კონცეფციით თანამშრომლობაში იგივე საგადასახადო სისტემის დახვეწა თუ ერთ ნოტაზე მოყვანა თუნდაც რეგიონულ ქვეყნებში ერთ-ერთი ირიბი შედეგია, ესე იგი დადებითი შედეგებიდან ამ პროცესისა. დიახ, ანუ თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი მიზანი იყო სწორედ ის, რომ ერთ სივრცეში შეკრებილი იყო ხალხი, თან წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტების, ინვესტორების, რომ დღესდღეობით არსებული ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით ემშელად ციფრული ტექნოლოგიები ისე სწრაფად ცვლის მოცემულობას. ციფრული ტრანსფორმაცია გვაქვს ყველა სექტორში, მათ შორის საფინანსო სექტორშიც და ამიტომ აუცილებელია რომ მოხდეს მსგავსი საკითხების განხილვა, როგორი იქნება ფინანსური ინფრასტრუქტურა მომავალში, იმისთვის რომ ფეხი აუწყოს აი ამ ციფრულ ტრანსფორმაციას. და სწორედ აი ამ სამიტის მიზანიც ეს იყო, რომ მოხდარიყო როგორც რეგიონულ დონეზე არსებული ტენდენციების, ისე გლობალური ტენდენციების განხილვა, რაც უკავშირდება საგადახდო სისტემებს, ფინანსურ ტექნოლოგიებს, კაპიტალის ბაზარს და ასე შემდეგ.
რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ბანკი თანამშრომლობს როგორც რეგიონის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან, ისე ევროპის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან. და ამ მიმართულებით ჩვენ უზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას ფინანსური სექტორის როგორც რეგულირების, ისე ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით და გვინდა რომ ქართული საფინანსო ეკოსისტემა გაძლიერდეს, უფრო მოდერნიზებული გახდეს და ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ, მათ შორის საერთაშორისო ინვესტორები, რომლებიც ქართული საფინანსო სექტორით არიან დაინტერესებული და ამ მსგავსი ღონისძიებები სწორედ ამას უწყობს ხელს, გამომდინარე იქიდან რომ იყო ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნულ ღონისძიებას, მონაწილეობდა როგორც აღნიშნე 1000-მდე დელეგატი სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორიდან და ეს ქმნის კარგ ფონს და კარგ იმპულსს იმისთვის, რომ ქართული ფინანსური ეკოსისტემა გაძლიერდეს და ახალი ინოვაციები დაინერგოს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე რეგიონში. ჩვენ ციფრული სისტემა აღნიშნეთ და GFTNA თავად სათავეს სინგაპურში იღებს და ჩვენ ვიცით, რომ სინგაპურის რეალობა ციფრული ტექნოლოგიების სადმე ფეხის აწყობის აბსოლუტურად სხვა მწვერვალზეა, მაგრამ ვიცით რომ ჩვენს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს ამ ხრივ გადადგმული და იგივე რეგიონის ქვეყნებში, თუნდაც პოსტსაბჭოურ სხვა ჩვენ მეზობელ ქვეყნებს და ჩვენ შორის რამდენად დიდია თქვათ სხვაობა თანამედროვეობის თვალსაზრისით ფინანსური ინდუსტრიებისა და ეს იმდენად რთულია, რომ დიდი დრო დასჭირდება ერთგვარ სინქრონიზაციას თუ შედარებით ადვილად გადაწყვეტადია. დიახ, საქართველოს აქვს ერთ-ერთი მაღალ განვითარებული საფინანსო ეკოსისტემა. ამის მაგალითია თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართული ბანკები რეგიონში გადიან, მაგალითად საქართველოს ბანკის ჯგუფი გავიდა სომხეთში, შეიძინა ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, ანალოგიურად TBC ბანკის ჯგუფმა უზბეკეთში ციფრული ბანკი შექმნა. ანუ ქართული ბანკები რეგიონში ვითარდებიან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქართული საფინანსო სექტორი ტექნოლოგიურად მაღალ განვითარებულია. ანალოგიურად რეგიონის ქვეყნებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ჩვენ სწორედ ეს მიზანი გვამოძრავებს, რომ რეგიონის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რომ ანალოგიურად მოხდეს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა, როგორც ერთის მხრივ, როგორც შიდა დონეზე გულისხმობ ახალი ინოვაციების დანერგვას ფინანსურ სექტორში, ეს გულისხმობს როგორც ღია ბანკინგის განვითარებას, საგადახდო სისტემების დახვეწას, მათ შორის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების ხელშეწყობას, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს მსგავსი ვირტუალური აქტივების მიმართულებით კომპანიების ზედამხედველობას და მათ ფუნქციონირებას. და აქედან გამომდინარე, ეს გამოცდილება გვეხმარება, რომ ჩვენ რეგიონის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და მათგანაც მივიღოთ, რაც შესაძლებლობას მოგცემს, რომ მეტად მოხდეს სინქრონიზაცია ჩვენს ფინანსურ სისტემებს შორის, რაც ხელს შეუწყობს როგორც გადახდებს, ისე ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობას, ახალი ფინტეკ კომპანიების გაჩენას ჩვენს ქვეყანაში, რაც თავისთავად კონკურენციას გაზრდის ფინანსურ ბაზარზე და უფრო მეტი სერვისების შეთავაზება იქნება შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის მომხმარებლებისთვის. ანუ თქვენ მიერ ნახსენები ფინტეკ კომპანიების, თქვათ ჩვენკენ მოზიდვა, ჩვენთან ოფისების გახსნა, რას მისცემს თუნდაც ლოკალურად ჩვენს ფინანსურ გარემოს? დიახ, ერთის მხრივ ეს ნიშნავს, რომ იქნება უფრო სწრაფი და ეფექტური ფინანსური სერვისები შეიძლება დაინერგოს ქვეყანაში. ტექნოლოგიურ სიახლეს მაშინათვე ღებულობ და არა ტრანზიტულად? ანუ რა თქმა უნდა, ახალი მოთამაშეების შემოსვლა ბაზარზე გულისხმობს ახალ ინოვაციებს, რაც სერვისებს გააუმჯობესებს, უფრო სწრაფს, ეფექტურს და ხელმისაწვდომს გახდის, გაზრდის კონკურენციასაც ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ უფრო ხელმისაწვდომი იქნება ფინანსური სერვისები მოსახლეობისთვის. ჩვენ ვიცით, რომ იგივე შუა დერეფნის ფარგლებში გვაქვს ეს სურვილი და ამბიცია, რომ გლობალური ვაჭრობის თუ ციფრული ფინანსური კომუნიკაციის თვალსაზრისით და ფინანსური კუთხით საქართველოს იქცეს ჰაბად. თქვენ მიერ ჩემს წინა კითხვაზე გაცემული პასუხიდან გამომდინარე, ამის ბუნებრივი ნიშნები და კონტურები უკვე ჩანს. მაგრამ მეტად რო განგვიმარტოთ,
რამდენად მიდის ეს პროცესი იქითკენ, რომ ჩვენ ვიქცეთ სწორედ ხაბად ეს სიმძიმის ცენტრი აქ დარჩეს და არა სხვაგან და გასაგებია ეს რამხელა შესაძლებლობასაც მოგცემს თქვას და უპირატესობას იგივე შუადერეფნის და სატრანზიტო საქმიანობის კუთხით, მაგრამ მეორეს მხრივ ასეთი ტიპის ჰაბობა რას იძლევა საქართველოსთვის ლოკალურ ჭრილში და უფრო მარტივად რო ვთქვათ, რიგითი მომხმარებლებისთვის ფინანსურად რა შეიცვლება ფინანსური კუთხით. დიახ, რა თქმა უნდა ამის ნიშნები არსებობს, სულ ცოტა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობა ქვეყანაში, დაბალი ინფლაცია, ჩვენი საფინანსო სექტორი არის სტაბილური. ეს უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო ბოლო წლებში და ასევე შენარჩუნდა დაბალი ინფლაცია და ეს კომბინაცია ამ დაბალი ინფლაციის და მაღალი ეკონომიკური ზრდის და პლუს ფინანსური სტაბილურობის იძლევა იმის ინდიკატორებს, რომ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით და რაც გამომდინარე იქიდან, რომ ორიენტირებულები ვართ ფინტეკ ინდუსტრიის განვითარებაზე, ეს ერთად აღებული გვაძლევს რეგიონული ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ახალი ინოვაციების დანერგვას, ამ ხრივ შექმნილია მაგალითად ეროვნულ ბანკში ინოვაციების ოფისი, რომელიც ახალ სტარტაპებს და ფინტეკებს ეხმარება ინოვაციების ტესტირებაში და დანერგვაში და სწორედ ეს გარდა ამისა ციფრული ბანკების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება მოხდა ბოლო წლებში, უკვე 3 ციფრული ბანკი ოპერირებს საქართველოში. რაც ძალიან ამარტივებს ჩვენს ყოფასაც. დიახ, და შესაბამისად საქართველოში ვითარდება ფინტეკ სექტორი. ეს რა თქმა უნდა გულისხმობს ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, ბენეფიტებს მოსახლეობისთვის, რადგანაც შეეძლებათ უფრო კარგი ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისებით სარგებლობა. და ამავე დროს საქართველოში მეტი ინვესტიციების შემოსვლა საფინანსო სექტორში სარგებლიანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც, მეტი ინვესტიციების მოზიდვა, რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, რომ ის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე გეოპოლიტიკური როლი, რაც აქვს საქართველოსთან როგორც დამაკავშირებელი ხიდი, უფრო ეფექტურად და წარმატებით შეასრულოს. და გამოდის, რომ ამ ყველაფრის შეჯამებით, რა თქმა უნდა, ფინანსური გარემოც ქვეყანაში კიდევ უფრო ალბათ მიმზიდველი გახდება იგივე ყვადაღებული გლობალური საერთაშორისო ინვესტიციების თვალსაზრისით და თქოთ მიმზიდველობის ფინანსური ნაწილი კიდევ უფრო ამაღლდება ყველაფერთან ერთად. დიახ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში გვექნება და გვაქვს ისეთი ეკოსისტემა, ფინანსური ეკოსისტემა, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების ხელშეწყობაზე და ახალი მოთამაშეების შემოსვლაზე ბაზარზე, ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს იმ მიზანს, რაც გვაქვს, რომ ფინტეკ ჰაბად პოზიციონირდეს საქართველოს. მით უმეტეს თუ ინოვაციური კომპანიების და ახალი სიახლეების შემქმნელი კომპანიებისთვისაც თუ მიმზიდველი გარემო იქნება, მაშინ არა უბრალოდ ვთქვათ ფინანსური ჰაბი ვიქნებით, არამედ რაღაცა თუნდაც ფინანსური მიმართულებით ტექნოლოგიების თვალსაზრისით ახალი ტექნოლოგიების ჰაბად თუ ჩამოყალიბდებით რეგიონში, ეს კიდე თალკე დამატებითი იმპულსი იქნება ჩვენთვის ალბათ ყველაფერთან ერთად. ანუ იმის მინდა რომ ერთი არის ვთქვათ აბრეშუმის გზა, შუადერეფანი, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად კომპლექსურია, რომ ამ სხვადასხვა მიმართულებებში გარკვეული შედეგიანობა და გარკვეული უპირატესობის მოპოვება ირიბი მიმართულებით ძალიან ბევრი მიმართულებითაც დადებით შედეგს მოუტანს ქვეყანას. დიახ, რა თქმა უნდა, და სწორედ GFTN-თან თანამშრომლობა მაგას გულისხმობს, რომ სინგაპურის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის. სინგაპურში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, მათ შორის სინგაპურს განვითარებული აქვს ეს ტრანსსასაზღვრო დაკავშირებადობის კომპონენტი მაღალ დონეზე, რაც გულისხმობს, რომ ყისერად არის შესაძლებელი გადარიცხვები, გადახდები სინგაპურსა და მეზობელ ქვეყნებს შორის. და ამ გამოცდილებას ჩვენ გამოვიყენებთ. დიახ, რა თქმა უნდა, ამ გამოცდილებას ჩვენ გამოვიყენებთ და ვეცდებით, რომ ჩვენს რეგიონშიც იყოს შესაძლებელი ასეთი ფინანსური ჰაბის შექმნა, რომელიც მეტად დააკავშირებს რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან. და ერთი დეტალი, ჩვენ ახლა აღმოსავლეთ, მაგალითად სინგაპური აღმოსავლეთია და ტექნოლოგიების აღმოსავლეთის იგივე ჩინეთის მიმართულებით განვითარების მაღალ ტემპზე
საუბარი ცალკე თემაა, მაგრამ არის მეორე ჩვენ ვართ ჩუაში აღმოსავლეთსა და ევროპას შორის. ევროპას რა თქმა უნდა ევროპულ ინსტიტუციებს თავისი გამოცდილება და თავისი შედეგები აქვს, მაგრამ ცოტა გლობალურად რო შევხედოთ, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების საფინანსო სისტემაში განვითარებული მექანიზმების თვალსაზრისით ხო არ არის უკვე რაიმე უპირატესობაში აზია ისეთში რომ თქვათ ჩვენ რომ ან დასავლეთის ჩამორთით ჩებოდეს პირობითა და ჩვენ რომ ამ აზიურს უკვე ფეხი აუწყოთ დასავლეთის მიმართულებით სინქრონიზაციაში ვერ აღმოვჩნდეთ, ანუ გლობალური თვალსაზრისით როგორია ვითარება ამ მხრივ? დიახ, რა თქმა უნდა, როგორც აზიაში, ისე ევროპაში აქცენტი კეთდება სწორედ ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე. თავისთავად აზიის ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად სინგაპურს მაღალ შედარებით მეტად აქვს განვითარებული თუნდაც საგადახდო სისტემები. ანალოგიურად ევროპის მასშტაბითაც უკვე მაგალითად ვირტუალური აქტივების მიმართულებით არსებობს მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს მსგავსი კომპანიების ფუნქციონირებას. ამიტომ როგორც აზიიდან, ისე ევროპიდან ძალიან საინტერესო მაგალითები გვაქვს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ და შევკრათ. და ის ფუნქცია შევასრულოთ, რაც გვაქვს დამაკავშირებელი ხიდის. გასაგებია. მადლობა სტუმრობისთვის.